მიმები Intros მუსიკა. What up? It's Beka. გამარჯობა ხალხო, როგორ ბრძანდებით, რას ვაკეთებ არ ვიცი. დავბრუნდით მომდევნო ვიდეოთი. დიახ, დღეს მიმების დრო არის, ჩემო კარგებო. ცხელ-ცხელი, უმაგრესი მიმები დაგვიგროვდა. შესაბამისად, გადავხედოთ, ნახოთ რა შემოგთავაზეს ჩვენმა ნიჭიერმა მიმერებმა. იმედია ყველამ კარგად დაისვენეთ შაბათ-კვირას, ყველას რა თქმა უნდა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ახლა კი დავეშვით. ხო, ეხლა შევამჩნი რომ ძალიან დაბლა ვარ ერთ წამი. აჰა ეგა. დიახ, შვენიერი მიმი პირველივე მიმები, Slender, Forza Horizon 4 და Satisfactory. ჩემო კარგებო, ეხლა როგორი თემა არის? Satisfactory-ს ისე შევყევი, ვიდეოს გადაღების გარეშე, გავმართე ფაბრიკები, მივატოვე. ასიზამ. სიმართლეს გეტყვით და Satisfactory უფრო ჩემთვის მინდოდა რომ მეთამაშა, ვიდრე გადამეღო, იმიტომ რომ გადაღებას დიდი დრო სჭირდებოდა საკმაოდ, მან უფრო დროის წამღები თამაშია ძალიან. და ნუ საყურებლად არც თუ ისე საინტერესო იყო შესაბამისად დავანებეთ მაგ სერიებს თავი. ერთი-ორი ვიდეო დევს შეგიძლიათ გადახედოთ. ძალიან ჩამთრევი თამაშია და აი სულ უნდა ეჯდე და რაღაცები გამოთვალო, რაღაცები აკეთო აშენო და თავისებური თამაშია ასე ვთქვათ. მაგრამ Forza Horizon 4-ს პერიოდულად ვიღებთ მაინც იშვიათად, მაგრამ მაინც ვიღებთ. როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი გაკეთებული მაქვს Forza-ში, რისი გაკეთებაც კი შეიძლება. რაღაც ახალი მაგარი კონტენტი თუ ემატება, მაგ შემთხვევაში ვიღებ ხოლმე და ნუ Forza Horizon 5-ს ველოდები, მოლოდინის რეჟიმში ვარ ძალიან მინდა Forza Horizon 5, Slender და მიკროფონი ეს იმ პონტში თქვით, ხელი რომ მიმერტყა, ბაზარი არაა. გვიან მოვიდა რა ხუაზე ხარ. ძალიან ხშირად ხდება ამ ჩემს საწყალ მიკროფონს. შევი ფეთხუმობის გამო მხოლოდ. ჰეი. როგორა? Nice. Ora მქვეყნურად სიმპათიური ვარ. Swaggy Kingi იმენა მაგარი თემაა. აი რაღაცნაირი TikTok-ებს იღებს რა. სვერტ და იგივე როჟას მაგრამ ყოველთვის მაგრა გამოსდის. ერთი პერიოდი Discord-ზე მე და თემოსამის პროფილის ფოტო გვეყენა. კაი ვიდეოა, ბრავო. Beka, I know Latinur თuლა. I know Latinur თuლა. დიახ. შემეშალა მართალი ბრძანდებით, რომაული ციფრებია. რამ გაყო. ერთი და იგივეა ჩემთვის. მადლობა ასეთი კრეატიული შესწორებისთვის. და ამ სამის ერთად გაჩერება არ შეიძლება, თორე ინტერნეტი ფეთქდება. 13 წლის მე როცა სარკეში ვიყურები. ოკეი. ეხა მეორე რა თქმა უნდა ჯობია. ნიკა გრიგოლიას სკეჩები მაგრად მევასება და ეს ეპიზოდიც მახსოვს ზეპირად. აი ძალიან მაგარი იყო. დედა ხვალ 8 საათზე ადგები. ისევ დედა დილის 6 საათზე. It's 9 o'clock. Nice ლოგიკა დედა. ლოგიკა რა დროი შეგზნება. Beka ჩოთკების კომპლექტი. იდეალური ჩოთკების კომპლექტი მაქვს მინდა გითხრათ. ყველაფერს ძალიან იდეალურად ჩოთკავენ და ასუფთავებენ. Beka და სიმაღლე. Nice roasting მომეწონა. Thank you. ალბათ სხვა ქალზე ფიქრობს. თუ დაიბადე ყრომონჯი რა ენაზე ფიქრობ? სიმაღლე ძვლები და Beka. დიახ კიდევ ერთი ესეთი. არა პრობლემა. ძველი ინტრო. ერთი ესეთი. არა პრობლემა. ძველი ინტრო. ეს რამდენი ვიდეო შეერთა? ვაუ. მადლობა რომ უკვე რამდენიმე წელია ახალისებ ათასობით ადამიანის გულს. კაი. არ შემიძლია ესეთი ვიდეოების ყურება ხოლმე. ცოტა თვალში რაღაცა მივარდება ხოლმე. ძალიან ესეთი გულის გამთბობი ვიდეო იყო, დიდი მადლობა. თურქ სელჩუკების მეფე როცა დავითმა 1021-ში მათ მოგო. დარწმუნებული ზუსტად ეგეთი სახე ექნებოდა ჩემო კარგებო. Beka მომიყევი რა შვები. რავი დაღლილი ვარ ისე Beka მართლა ძალიან კაი წარმატებები. Confused უნგა. ეს მიმიც მევასება იმენა მაგარი ტიპი არის. დიახ, რა თქმა უნდა, ვერც ერთი მსოფლიო ვარსკვლავი ვერ შეედრება ჩემს სიმპათიურობას, ჩემს სიმპათიიზმს, სიმპათიმიზმს, სიმპათიმრობას, არა ეგ სხვა არის.
ქართული ბექა. Nice. სიმპათიმრობა. სიმპათიმრობა ახალი სიტყვა გამოვიგონე. ზედმეტად სიმპათიური რო ხარ და დაგაპატიმრებენ მაგის გამო? სიმპათიმრობაში ხარ? Вообще то უყურებ ამ ვიდეოს. მე უყურებ როგორ აფორთხიელებს კორკოტა სლენდერას. მოხდა ხა ვინა რო ფორთხიელებია თქვენ კიდე. 4 წლის მე დედა მოტამ. მამაჩემის თელისაცმა კაცო. ერთ-ერთი ძმაო, იასნა. ზავა მაგარია. მაგარი მიმია. როდესაც მანქანამ დაგარტყა, მაგრამ ქრაშმა მოგწერა. უჯველი ნოპასუხო შუაზე რო ხარ გადაყლეჭილი. როცა დედა გარეთ არ გიშვებს და შენი მეგობარი მიუგზავნე რომ დაიყოლიოს. უეჭველი მეგობარო, ყოველთვის ჭრიდა, ყოველთვის, 99% შემთხვევაში. არავინ, მე ისე გადამიღე მიხდეს ვინ დაკარგა. სხვათა შორის ამ ფოტოს ისტორია შემიძლია გითხრათ. ახალი მოსული ვარ ჯარიდან, მაგარი მეძინება ამ დროს ვერ გასასვლელი სამსახურში და მოდი მაგის დედას ჩავისახები მეთქი. ზუსტად ეგეთი სახე მაგთან სიტუაციის შესაფერისი. სლენდერა როცა დინამაიტის ლიდერბორდში პირველ ადგილზეა, მაგრამ გაიგებს რომ მალე ჯო ჰიტმენი უნდა მივიდეს სტუმრად. ჯო ჰიტმენი რაში მჭირდებოდა? ჰიტა და G2G. განადგურეს იქაურობა იმენა ლიდერბორდი აეს აიღეს და ათრიეს აკიტიკიტი. ბიძა, წამოდი მაღაზიაში და რასაც გინდა იმას გიყიდი. მე ვადებ ყველაზე ძვირიან შოკოლადებს ხელს. ბიძა, ამას ვერ გიყიდი. ამ დროს მე აბა რასაც გინდა იმას გიყიდიო. ბიძა, შენ ხო შემპირდი. მომენტი როცა მასწავლებელს სკამზე ჭიკარდი დაუდე და ელოდები როდის დაждდება. მგონი ჩვენ არც ერთხელ არ გვიქნია ეგეთ რაღაცა კლასში, ხო? მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში. ინტროს მუსიკა. Nice. What up? ჩემო ხალხო, it's Beka. ლუპზე გაშვებული? დავდით მომდენო ვიდეო. ცდილება მომწონს. ხალხი აქციის დროს. სად გაფიქრდებათ ხოლმე. მომენტი, როდესაც შენი მიმი სლენდერას ვიდეოში მოხვდა, მაგრამ ბუძელნიკმა დარეკა. ამჯერად მოხვდა. მასწავლებელი ძლიერი ბიჭები მჭირდება მაგიდების გადასაზიდად. მე და ჩემი მეგობრები. როგორ გვიხაროდა ხოლმე. ოღონდაც გაკვეთილი გასცდენილი იყო და ყველაფერს გადავზიდავდით. ტყვია, სინათლე, როდესაც სლენდერა მიმების ვიდეო დადო და სახლში მიდიხარ. ყველაზე სწრაფი ადამიანი. რასელოდები, დაიდო მიმები, მოდი უყურე, მალე. არ გამოტოვო. და თუ გინდა კომენტარის დატოვე და დაალაიქი დავც. შენება. დიახ, ტომი ჯერის სცენა ერთ-ერთში. მართლა კარგად მიგვიმზავსებია, ხო იცი? დიახ, შოტკი გულმკერზე სუპერმენის კოსტუმში მეფე სლენდერა. იდეალური კომბო. ესე წარმომიდგენია მეც მეფე სლენდერა პირველი რეალური ყოფილიყო. მომზადებული ხალხი, სლენდერა და მიმები. და ამ ბოლო დროს მოხშირდა ჩემსავე მიმების ეპიზოდებში ჩემი და რო უსტება. გეყოფათ სიმაღლეზე გადაობა. როდესაც ჭაჭახუხეო იმენა რომ მოიტანს ეგეთი ფოტოა. ვიღაც თავი მგონია მე. მეფე მეგობარო, მეფე. და მხატვარი. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ცალთვალა მეფე. მის სასახლეში და ერთი მხატვარი. მომგვარა მეფეს ხუშტურმა და თქვა: რამე მიზეზი უნდა ვუპოვო ამ ჩემს მხატვარს და დავსაჯო. ესეთი რაღაცა მართლა არსებობს? უნდა დამხატო. მხატვარმა გაიფიქრა. ახლა კი მოვიდა ჩემი აღსასრულის დღე. რა კარგადაა დასმული. თვალა რომ დავხატო, მომკლავს. როგორ მკადრეო. ორთვალა რომ დავხატო, თავს მომჭრის. ჩემი მსგავსი არ არისო. იფიქრა მხატვარმა, იფიქრა და ეს მოიგონა. დახატა მინდორზე მობალახე ირემი. მეფეს ხელში თოფი მისცა. ბრმა თვალი. Nice PNG ფაილების აღოლ. ირემი ასე გადაურჩა მხატვარი მეფის რისხვას. კი ბოლოს რა უდრა თქვა ვერ გავიგებით რომ PNG ფაილებზე კიდევ მოვკვდი. Nice. საღოლ ბრო ჩაგეთვალა. პატენტი და ორიგინალი, რა თქმა უნდა. ვიცით ორიგინალი რომელია? კამაროს სიფაც მიმამს გავსე? ოკეი. დედა, მოდი საჭმელი ჭამა, ის არც ისეც ხელია. ამ დროს საჭმელი. იმენა ჰოთ რა, ხვაზე ხარ. ფეჩიაკ აუფ. საწყალი კატა. Choose your favorite. Ясно, სლენდერა ვინა კონორი, კაი რა. ეხლა დავით რაღა დროს კონორია. ჯამ ხელებს დააკვირდით და ამის ხელებს მერე. სლენდერა BeamNG Drive და ტაბსი. დიახ, BeamNG Drive ცოტა დავიწყეთ, მაგრამ კიდე გამოვა მაგის ვიდეოებიც, რა თქმა უნდა. ვეძებ მოდებს
საკაიფო მოდები აქვს მაგ თამაშს და მინდა რომ რაღაცა ეპიკურობები ვნახო რა. კარგ მოდებს ვიპოვი და მე გადავიღებ. ოდნავ შეეხო სიყვარულით ვამპირისგან. რა გინდა ვამპირის რა დაპოსტია? არა, ოდნავ შევეხე, არ შევეხე ოდნავ. დედა აღარ აყავს მანქანას. ოკეი, დამ. კაი, იყო მომეწონა. ვამპირი რა შეგძლებია, ხო ხედავ. გოგოები ხალხს არ გავს ჯი, ასევე გოგოები. დედა შეხედე რა აცვია ამას. ეს ნახე რითი მოვიდა. Yo, this spine deck is fucking crazy. Look, first, he's only 5'8", and then he lays on it for like 30 seconds. And then boom, 6-footer. Bro. და კაიბი მიიყო, მაგრამ რომ არ უხდებს, გეყოფათ. აღარ მინდა ამდენი. გავიგე. დიახ. ცოტა თითო პატარა სიმაღლე, მაგ დაბალი არა ვარ, საშუალო სიმაღლის ვარ. მე ვურტყავს სიდენიას ფეხებს, წინჯდომი მამა ჩემი. Nice. ჩემი ყურღადა ნახე რა ვარი გვირგვინი გამილამაზა იმენა საღო. რა მაგრა გამილამაზა გვირგვინი, ხედავ? აი ესე წარმომიდგენია სლენდერა პირველი, იასნა. Game of Thrones-ში ეს პერსონაჟი ყოველთვის ჩანდობლობ თქვენ ვერ ამჩნევდით. იმიტომ რომ დაბალი იყო. და ხა მე თვითონ ვარ უხდებ ჩემ თავს. გყავდეს რაც ხა მოდღლეზილი მანქანა, გყავდეს კარგი სადრიფტო მანქანა. მოიცა, შენ ჩემ მანქანას მოდღლეზილი უწოდე? ვერ შეგედავდი, მასეა. 6 წლის მე როდესაც ვიღაც ბავშვმა ხის კვერცხით ჩემპიონი კვერცხი გამიტეხა. აუ როგორ გამიტყდა პირველ დრო მომივიდა ეგეთი რაღაცა. პატრონობაში გამიჩალიჩა მეგობარმა ეგეთი რაღაცა და კაი ხანი მეგონა რომ ხის კვერცხი არ იყო და ნამდვილი კვერცხი იყო. კადრებში კადრს მიღმა. ვაიმე! საწყალი ხო არ გადაობ. აუ პირდაპირ თავით დაესვა. აღარ ქნა ტესტი რაღაცა. როცა ვიღაც გეკითხება მეორე კლასში გამრავლების ტაბულა საიდან იციო? ამ დროს მე რეულებზე და პეჩენიებზე რო იყო გამრავლების ტაბულა. კიდე არსებობს ეგეთი პეჩენიები? დამწერთ კომენტარებში, მართლა მაინტერესებს. ბოლოს როდის ჭამი აღარც მახსოვს. არც მახსოვს. გელებს გავუშვებ. დიახ, რასაც მივაკეთებდი ვიდეოში არ უნდა გაიმეოროთ არანაირად და უნდა დამედო ეგეთი warning-ი, მაგრამ დამავიწყდა. მე გამიხრაშუნდა ხურდა ჯიბეში ციგნის ბავშვი. ხურდა მამე! Oh, I like it cut, G. Nice. ცოტა ხნით გამოვშტერდი კინო. რა კაი ედიტი არის, მობილური თუ გაკეთებული საღო. თალი ხელი მეტალისატო მაქვს. მაგრამ მაინც მადლობა, nice. ნათესავებიჯი, what? რა არის ნათესავებიჯი? არ არსებობს ეგეთი საიტი. კიდე კაი. Who are you? მე ვარ თარხან მოურავი, ხმალზე ჯერ ხელს წოუკრავი. დავით მეფის შვილიშვილი, ხორეშანის მაზლიშვილი, ჩინგის ხანის ქისლიშვილი, შაჰაბას. Nice, thank you. Jon Snow. აუ ეს ხო ბაზარი არა, მაგრამ რო გავს ეს Jon Snow-ს ეს ტიპი. წვეჩი. როდესაც დიეტაზე ვარ და სამზარეულოს შოკოლადის ტორტი დევს. The pain, man, the pain. Rembo და მხეცოდრიგონოლოგზავრი. აუ. მხეცოდრიგონოლოგზავრი. მხეცოზავროლოგოიდი უნდა დაგეწერა იდეაში. მე ვუძებ მოპარულ მიმს 10 წლის ბავშვი რომელსაც ერთი სულია ქვინმეს ცე დაუწეროს. ცე კოპირაითო ბაზარი არა. ზევსი და ჩემი მხეცი. ბაზარი არა. რაღა ჩემ ფეხებად მინდა ზევსი. ისეთებს აკეთებენ ჩემი მხეცები რომ რა ვიცი. დიახ, ჩვენი მხეცი და არა რემბო. რომელი მიმების განხილვა მოგწონთ უფროა, ეს გააზიარეთ და რამე? რამდენი ლაიქი აქვს, აბა? 1229 ლაიქი აქვს, 776 დალოვება და 278. ვაუ! მეღადავებით, მოვიგეთ, გავიმარჯვეთ. Thank you. არ და ყველა ძალიან საინტერესოა. 3 გვაქვს ჩვენი სტილის მიმების განხილვა. მე ძალიან უწევს ჰიტას მიმების განხილვა მაგალითად. კალტოსაც თავისებური ტონკი იუმორი აქვს და მე საერთოდ რატომ მიყურებთ მე? რატომ მიყურებთ საერთოდ მე ამ კრინჯობას რატო უყურებთ? თითის მოტეხვა, დეპრესია, თავის ტკივილი, სლენდერა და ირა. ყველაო. გაჩრდით ხო? სლენდერ შენი სახელობის მაღაზიაო, მარკეტი BM. დამასწრეს.
დამასწრეს შეპესე ჩემზე ადრე ჩამოაყალიბეს. ახლა სხვა რამე უნდა მოვიფიქრო. იყიდეთ Slender BM-ის ჰუდი. მაგრამ ახლა ვეღარ იყიდეთ პრინციპში ძალიან დაცხა. მაიკები გამოვა მალე. ყურადღებით იყავით. სიმაღლე გასაგებია. რემბო არა და მეორე, ვისაც წინა ვიდეო არ გაქვთ, ნახე შეიძლება უყუროთ. მტკიცებულება რომ Slender BM-ი ჭკვიანიაო. გვიან წავიკითხე. არითულება. ესეთი play button-ი არა აქვს ამას. ჭკვიანი ვარ მე, ნუ მერჩით. აუ მგონი გავუჭედე. მოიცერდი 3-4. მე Slender-ას მისალმების დროს ვიდეოს ყურებისას. დიახ, ცოტა ხმაურიანი ინტრო გვაქვს, ყურები დახუჭეთ ხოლმე ვიდეოს დასაწყისში. ყველა უყურო Slender-ას, უყურო სხვა იუთუბერებს. რა თქმა უნდა Slender-ას, სხვა იუთუბერებს რა გინდათ? ჰა? სად დაძრწი ხართ? დაძრწით. დაძრწი ხართ არა. დაძრწით. ეს ესწო. დაძრწი, სად დაძრწით? ამ პოლდურს ლაპარაკი მიჭირს. ეს შეშა საშასია. კაპიკი გაგაპიკებულა, საკაპიკეში ჩაკაპიკებულა. როდესაც ჩახველება გინდა, მაგრამ გახსენდება რომ 2021 წელია. აუ რა ცუდი მომენტი არის მართლაც. რუბრიკის სახელი 9 თვის წინ იყო გაყაყაო რა მალე გადის დრო. ძალიან მალე გადის დრო. თითქოს გუშინ იყო ბაზარი არა. ტაბსი Character Drift Racing-ი და მიმები. ნახვებში ყოველას მაინც მიმები ჯობს ხოლმე. დიახ. Yamato Sensei. გადაგიჯოკრეს. არავინ რამდენად მარტოსული ხარ. აუ ამაზე ჩვენ თვითონაც გავგიჟდით. მე რა გიჯეთ ჯებრო დადათაბნეილი. მაგარი გადაობა იყო დამეთანხმებით. Slender-ა ტაბსი და ტაბჯიო. ნუ ტაბჯი სავარაუდოდ აღარ გადავიღებთ. ყოველ შემთხვევაში მარტო აღარ გადავიღებთ. შეიძლება მე და ირეკლამ გადავიღოთ ერთად დავტესტოთ როგორები ვართ დუოში. ძალიან პატარა ონლაინი აქვს, აი ძალიან ძნელი არის თამაში შესვლა, როგორც ნახეთ. მაგრამ ქართველები რო შევესიოთ მაგ თამაშს და ონლაინში მარტო ქართველები ვიყოთ, ჰა? ზევსი და მხეცი. იასნა მხეცი. ხეცი არაც არის. იდეალური ტატუ არ არსებდა ფარკუდი რომელსაც ჩემგან არხზე გადმოყავს ბაზარი არა. ეს მიმი ვნახე ჰიტასთან community-შიც დამნაშავე წაიყვანეთ. ვიპოვე. კრაში მაღალი ბიჭები მომწონს Slender-ა. ოკეი, გასაგებია. აღარ ვაგზავნებთ. გეყოფათ. მოაძლიერი ხმა გაქვს. დიდი მადლობა. რამეს ხომ არ იმღერებდი? რა თქმა უნდა. სამშობლო გამწყინდება, დამძე ამოვწყინდება. ჰეი! Nice. კარგი იყო მომეწონა. მოკლედ ხალხო ამ მიმების დათორელებისას ისე მალე გადის რომ ისე მალე რომ რა ვიცი. ეგ იყო. მორჩით, დავამთავრეთ. ეს ჩვენი ბანძი მიმების ეპიზოდი დამთავრდა. საერთოდ რატო უყურებთ? აი მე არ მომწონს ჩემი გადაღებული ვიდეოები. რატო მიყურებთ? რა გინდათ? Unsubscribe გააკეთეთ, თუ არ მართლა კი არა. გადავხო ხალხო unsubscribe არ კრათ. I love my community და მთელი ამბები. მადლობა ყველას ვინც დაპოსტეთ მიმები. Facebook გვერდის ლინკი აღწერაში იქნება. დაპოსტეთ რაც შეიძლება ბევრი მიმი და კარგი მიმი რომ მოხვდეთ ჩვენთან ვიდეოში. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. გამოიწერეთ არხი თუ ახალი ბრძანდებით და ლაიქით ეს ვიდეოც კი უფრო მეტი სახალისო ვიდეოს სანახავთ. მე კიდე განახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და